ავედით. ხე მესამე სამხრეთ კორეაში. სეულში. ეს ჩართულია. კარგად ვართ. ხო, დღეს გეგმაში გვაქვს, რომ ბუქჩონ ჰანუკის ვილეჯი ნახოთ. და იქითკენ მივდივართ. წერან გამოვედით სასტუმროდან, რომელიც მდებარეობს სხვა შორის ძალიან კარგ ადგილას. ჯონგნო 3, ეგრე ქვია. მეტროს გაჩერებას იქვე გვაქვს. და ადვილად გადავადგილდებით ხოლმე, იმიტომ რომ აი კარგი რაღაცეები, ესეთი ძველებული ღირსშესანიშნაობები ჩვენთან ახლოს არის რა, აი 1 კილომეტრი ნახევარის მანძილზე. ხო და ეხლა მოვდივართ აქეთ. წამოვედით გაჩერება გაქსუზე, როგორც მახსოვს. იდე საინტერესო რაღაცა დავამუღამო, რომ სეული სავსეა ხალხით, რომელსაც აცია ფეხბურთის მაიკები. მაისურები მაიკებიდან. ხო და მეც ერთი ვიზე ნაკლები ვარ, და აგერ ჩემი ჯუდ ბელინგემის მაიკა ჩავიცვი, გამოვედი სიამაყით ქუჩაში, როგორც მსოფლიოს საუკეთესო საფეხბურთო კლუბის გულშემატკივარი ადამიანი, რომელსაც ნაღველი აღარ გააჩნია უკვე 15 წელზე მეტია. არა 15 წელზე მეტი არა, 15 წელი არ ხალხს. ხო და მოვდივარ ესე. მაგრამ აქ სოციოს რეალის მაიკები უფრო არ ჭარბობს, აი ჩელსი და ლივერპული რატომღაც ძალიან ხშირია. ხო აქ როგორც მითქი ესე დავამუღამეთ, ეს ნავერმაფი არის ბევრად უკეთესი ორიენტაციისთვის. Google Maps-ში კი იხსნება რაღაცეები ჩვეულებრივად ჩინეთისგან განსხვავებით და შეგიძლია მიაგნო, მაგრამ აქ უფრო დეტალურად არის. სატრანსპორტო საშუალებებიც უფრო კარგად არის ახსნილი და ავტობუსებიც უფრო მეტია მგონი დამატებული, როგორც შევამჩნიე. ხო და ეხლა მაგალითად Google Maps-ი საერთოდ არ გვიჩვენებდა ფეხით როგორ შეიძლება და მისვლა იქ. მაგრამ Naver Maps-მა გვიჩვენა. ნუ იმედი. უი, ამინდები გამოვიდა სხვათა შორის. ყველი ქუჩა. ამინდები გამოვიდა. ისე რომ ძალიან არ ცხელა. მაგრამ მოწმენდილიცა. პატარა ავტობუსები. ძალიან ისეთი ყოფილა გადასაადგილებად. იმიტომ რომ მეტროში მაგარ ვიტანჯები ხოლმე რა. კი არის. ოკეი, შედარებით სწრაფი და უხმო ჩვენგან განსხვავებით. მაგრამ მაინც იმაშველა, რომ ზოგი ძალიან დიდი გაჩერებებია ხოლმე და ფეხზე, კი არა, სულ ფეხზე ვდგავა რა. სკამზე არ გამიჯდა, რა ქაური არ შემიგრძნია. როგორია სამართლი მეტროში. ხო და აქ შედარებით ავტობუსი, მაგრამ ავტობუსი წყლებაა, მოკლედ არ გამოიყენებს საზოგადოებრივ ტრანსპორტი აქ ფეხითი არის. მოვაგენით ბუქჩონს და აქედან უკეცოდა შედარებით ხმა დაბლობი როგორია. იმიტომ რომ ეს არის საცხოვრებელი ადგილი. ეს ჰანუკები არის აქაური კორეული ძველებული სახლები. ხო და აი ეგრად შემორჩა იმ ინდუსტრიალიზაციის შემდეგ მაგ დასახლებას, სადაც ბევრი არის აი ესეთი სახლები. ეძახიან ესეც ვილიჯს რა. ხო და ჯერ კიდევ ხალხი ცხოვრობს ჩვეულებრივად აქ და მაგის შესახებ ოვერტურიზმი რახან არის ეს ადგილი, ანუ პატარაა, დიდი არა. და მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ცოტა რაღაცა რეგულაციები მიიღოთ. თუ აქ არ გაქვს Airbnb ან ეგეთი რაღაც აღებული ჰოტელი, არ შეგიძლია 10-დან 5 საათის შემდეგ შემოსვლა. ანუ დილის 10-დან იწყება ტურისტების მიღება და 5-მდე გზადდება. როცა აქ იმყოფებით, ან ცოტა სიჩუმე უნდა შეინარჩუნო და არ შეაწუხო აქაური მოსახლეობა.
ახლა მაგაზე ვფიქრობდი რა. რომ აი ესეთ ადგილას რო ცხოვრობ. წელიწადში რომ მილიონობით ტურისტი სტუმრობს და არ და შენ ეზოში, ანუ გამოსვლა გინდა რა. რომ გინდა რომ დადგეს სახლის წინ და რაცა ამოვისუნ, სიგარეტი მოწიო რაღაცა და ვიღაც მოდის და ფოტოებს იღებს და ვიდეოებს შენთან. ნუ ეკი გასაგებია ესეთი ხედის გამო. მაგრამ მაინც აი ეხლა სტრანია რა. მე რო წარმოვიდგენ რომ ლილოში რო ვიღაცა დამატკეს ეს. რაც ნიდერლანდელი ტურისტები რო ეს მოდიან ჩემს ქუჩებში. მე როგორ ვიგრძნობდი თავს. არა ეგ არის ცხოვრება. ლილო, ბუქჩონი. მიმატოვეს იმათმა. პატარა აღმოსტმა შეაშინეთ. მედია მართლა კარგი რაღაც მელოდება აქ, იმიტომ რომ ზევით ამოდიხარ რა. ხო და სავარაუდოდ ეხლა ზემოხედი აუი არა, ეხლა ქვევით ჩადიხარ. მე ვიქცე რა თქმა უნდა მაღალ ტერიტორიაზე ამოვიდოდი და ყველაფერს ესე გადმოყურებდი. არა უშო გარშემორტყმული გორებით გამოჩნდა. გორები რა თებს ეძახიან. თა ჩემთვის სხვა რაღაც არის. უშენ მოთვალიერებდი რა და ვკითხულობდი რაღაც პატარ-პატარა ინფორმაციებს ამათ თებზე და ერთ-ერთი ფაქტია რა ის იყო ვეღარ ოლიმპუსი 350 მეტრი იყო. და ცოტა ის სასწრაფოდ მეჩვენა რა მაგას რომ მომხდარა ეწერა. მაგრამ 골치 아프게 생겼어요. მე მგონი ეხლა ვწდები და ცოტა არასწორი მიმართულებით მივდივარ. მაგით უფრო ბევრი ხალხი მიდის. და მეც იქით ხوار გავაგრძელე. საბოლოო ჯამში სწორი გადაწყვეტილება აღმოჩნდა ის, რომ ზევით ამოსვლა გადავწყვეტე და არ დავუჯერე. არა, მესმის იმათიც ფეხები აღარ გვივარგა. გუში რომ მოვდიოდი ფეხის გულის ზემოს გრძნობდი ფეხებით, ფეხი ფულებით. სამწუხაროდ იმდენს დავდივარ წაინდას მოძრავად. თან მithundes ამ უშველებელი მგზავრობის შემდეგ რაც გამოვიარეთ. თან ჩვენ ხო პატარშიც გადაჯდომა გქონდა, იქაც გავედით და იმ სიცხეში ვედით. მესმის მაგის. იაკობენ ჩამოვედი. ხო, დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ეს ბუქჩონ ან ვილიჯი ამ აქაური სოფელი, ძაღლებული სახვარი არის ძალიან კარგი ადგილი. შევიძინე ის პატარა ჩანახატები. ანუ 8 წელი შედიოდა ერთ სეტში რა. და ესე ჩამიწვა, ჩამილაგა პატარა კონვერტში და გამატანა. თან ძალიან მიხარია ხოლმე ესეთ რაღაცა მოხუცი კაცი იყო საყვარელი. და ეგეთ იმას რომ აი მან რო ყიდულობ რა, თუნდაც ძვირი გადავიხადო შედარებით. რაც ეხლა ანუ პატარა ფურცლებია და 10,000 ვონი გადავიხადე 20 ლარი. მაგრამ მაინც ეხლა ეგეთი ძვირიც არ არის. და თან ანუ ხელს უწყობ ადამიანს, რომელიც ზის შრომობს და თავის თავს არჩენს თავისი ხელოვნებით. ამიტომ რატომაც არა. მე კიდე ესე დავდივარ. სამაგიეროდ მის საცხოვრებელ უბანში. ალბათ. კარგი, ნუ ჩემი აზრით გადაღებით საკმარისად გადავიღე. აქ ეხლა წავალ. გავივლი. ისე ვისიამოვნებ უბრალოდ. იო. წეღარო დავდიოდი. იქ თურმე რამდენი რამე არ გადამიღია.
უგჩონის უჩების ანუ ხოლმე ძალიან პატარა ნაწილი ჩანს ვიდეოში და მე ანუ რაც ვთქვი რომ აღარ გადავიკეთებ ხო მე გავიარე გამოვიარე და თურმე იმდენი საინტერესო რაღაც ყოფილა და უფრო ლამაზი ადგილები გამოვშტერდი მაგრამ არა უშავს რა თქვენი თვალით რო იხილო ფუდის მე ჩავხოთ თუ არა და რაღაც ნაწილი ვიდეოშიც ჩანს და გასაგები არის როგორ ჩარე ახლა თან ვათვალიერებდი და ვეძებდი ის ადგილებს რაც შეიძლება დაკავშირებული იყოს კორეულ კინოსთან და კორეულ კინო მიყვარს თან ძალიან აი კინკიდუკი არის და შეიძლება ჩემი საყვარელი რეჟისორი შეიძლება აი ოპ სამში რო უეჭველია ეგვიცი მაგრამ აი ნომერ პირველიც შეიძლება იყოს ხო და მოკლედ ძალიან ვეთქვი რა მაგაც და ეხლა ვეძებდი რომ რა შეიძლება იქნება რამე ისეთი მაგასთან დაკავშირებული რამე მუზეუმი ან რაღაცა ისეთ კორეული კინოს მუზეუმი სადაც რაღაცა დაეთმობოდა რა მის შემოქმედებასთან და ასევე ანუ სხვა რეჟისორებიც კარგები არიან რა კორეაში მართლა კარგი კინო აქვთ ხო და ვერაფერი ვერ ვიპოვე ანუ რაღაცა ერთი ის შემდგომ მხოლოდ მუზეუმი კორეული კინოს მუზეუმი დანარჩენი განსაკუთრებული არაფერი ხო და ვფიქრობ სავარაუდოდ შეიძლება მან წავიდე და ვნახო მაგრამ მე რაც ნახე დიდად გამორჩეული და განსაკუთრებული არაფერია მაგრამ რავი იქნებ რამე იყოს დაჟე იქნებ რა გავჩითო რამე ისეთი კინოსესია იყოს სადაც უშვებდნენ ამე კარგ ფილმს რავი არის ხოლმე ახლა ხშირი კინოს მოყვარულ ქვეყნებში სადაც ეგრე აკეთებენ პატარა რეტროსპექტივებს ხალხის თან ასეთი ბუნბერაზი ხალხის და იქნებ მაგასაც შევუსწრო ახლა გამახსენდა რომ ეს ეგარ გამოვა იმიტომ რომ დღეს ნახო ჩემი მეგობარი ჩემი ბავშვობის მეგობარი რომელიც კორეაში ცხოვრობს უკვე კარგი ხანია თქვენი ვახსენე კიდე სუპერ ნუ ხო ეთო ხო და როგორც იქნება მოიცალა სამსახურისგან და დღეს უცე ან დაახლოებით საათნახევარში უნდა შევხვდეთ და აი ვეთქვი კარგად უნდა მაჭამოვეთქი სანამ ჩამოვიდოდი ეგ იყო ჩემი წინაპირობა რა უნდა გაეკეთებინა ხო და ეხლა თვითონაც გაგაძღობო მე ჩემ გაზღობას კი რა უნდა მაგრამ მაინც ეხლა გამოცდილი ხელში გამოცდილი ადამიანის ხელში რო ხარ მაინც კაია ხო და ერთი ეგ მიხარია რომ აი დღეს აი არ რაღაცეებს გავშვიდობ მოკლედ ეხლა იმ ჩემ მეგობარს ეთოს შევხვდით აქ არის შეიძლება მიესალმო გამარჯობა კორეიდან რომელიც აქ ცხოვრობს უკვე თურმე 3 წელია ესე დრო გამოშვებებით ბოლო 1 წელია რაც აქ ვარ საბოლოოდ ხო და ეხლა ეთო წაგვიყვანა ისეთ მაგარ ადგილას თურმე ანუ კარაოკე ბარები ყოფილა აღმოჩენა რა იმიტომ რომ მე არასდროს არ მესმოდა რომ ხალხი მან როგორ ერთავებოდა მაგრამ თურმე ძალიან მაგარია
იმიტომ რომ 3 საათი გავატარეთ, 3 საათი ხო იყო? იმიტომ კი 2 საათიდან 2 ანუ 1 საათი გვაჩქეს. კი, თან გვაჩუკებს როგორც ანუ ჯერ ერთი ხო ავიღეთ 1 საათი, მაგაზე ნახევარი დაგვიმატეს, მე კიდე ერთი ავიღეთ და მაგაზეც დაგვიმატეს ნახევარი. ხო და ანუ მაგარი დრო ვატარეთ იქ, მე მაგ ვიდეოები ცოტა რაღაცები გადავიღე, მაგით ჩავსვალ. ხო და ეხლა სადაც გავაკეთე არის ჰონგდე ისტორი გამოთქმა ჰონდეში აი ეს ჰონდე ბოის და რაღაცები რო არის ძალიან ცნობილი არის open minded ეგ ტიპები არიან აქ ბინადრობენ ძალიან ესეთი ყველა მარტო ინდოელები ჩამოთვალეთ. აი აქეთ ერთ-ერთი ტიპი აი ეს გამოიყურება ჰონდე ბოისად. ხო და ძალიან გავერთეთ. აი შესულა შარმაისრით ეგ ძალიან ჰონდე ბოია. აჰა აი აი ეს. არის ხო და ძალიან კარგი ადგილია. მე გუშინ ითევანის ნახე, მაგრამ ეს უფრო რაღაცა, ეს უფრო ცოცხალი ჩანს. კი, აქ ტურისტები ძალიან ბევრი არის. აჰა. ჰონდეზე უფრო მეტი ტურისტია, ძირითადად. იმიტომ რომ ძალიან ბევრი კლუბებია და ძალიან მოსწონთ. აქ ესაც კარაოკეა, შეხედეთ. ესაც ეს არის კარაოკე. თურმე. ეს არის ღია, აქ არ შემიძლია რომ ხალხმა მიყუროს როგორც ბალთამარი. მოიმ. ხო და ესე იგი, მე რა მაინტერესებს შენგან? რას გვეტყვი კორეაზე? კორეა არის ცოცხალი. ძალიან ისეთი მზრუნველია. უყვარს ჩემი გადმოსახედიდან ძალიან უყვარს ზოგადად ანუ უცხოელებს რა. მე არ შემხედრია ისეთი კორეელი, ვისაც ეზიწყება ანუ ესე ტურისტი. ჩემს მიმართ არასდროს არ ყოფილა ეგეთი. ძალიან მესმის ხოლმე რომ აი ძალიან ისეთ ექცევიან და ვეიტანენ და რაღაცეები და მაგრამ არა აი მე ძალიან მომწონს. რაღაცნაირად საქართველოს გავს თითქოს აი სული ქართულია რა. ჩემი გადმოსახედიდან სული შემოხდა აი სახში მარტო ხეჭმელი მენატრება ჩვენი გემრიელი ქართული კინკალი. ხო, ეს რესტორანზე მითხრა რომ სამი რესტორანია, ხო სამია? სამი რესტორანი გაიხსნა. უკვე მესამე რესტორანი გაიხსნა. ერთი არის ანსანში და ორი არის, ერთი არის სეულში, მეორე არის ინჩონში. ამბობენ რომ ძალიან გემრიელია, მე ვიყავი ანსანში, მართლა გემრიელი კინკალი იყო, მაგრამ ხეთი არა როგორც ჩვენი. იმიტომ რომ ქართველების გახსნილი არ არის ეგ. ყაზახების გახსნილია. ყაზახების? და აჭარული ხაჭაპური აქვს კიდე. და აი აჭარულზე ცოტა დაიქრინჯე. არის აჭარული. ხო, ნუ ეხლა მე რაც დავამუღამე, ანუ ამათაც და ეთომაც ეგ მე დამიდასტურა ხორცი უყვართ რა. და კარგად იმოშვებიან, რა ქვია, მიირთმევენ. ხო და მაგიტომ ანუ არ მიკვირს მართლა რომ ქართული სასტუმროები მუშაობს, მაგრამ აი ეგრო ხსების არის ცოტა ეხავს. კი, მე ჩემსაც გავხსნი ცოტა ხანს და მე ჩემს. მიდი, მიაწექი. საქართველოში გავხსნი კარაოკეებს კორეულს და აქ გავხსნი ქართულ რესტორანს. ხო და აიწყებს ხოვრება. კი. ხო და ეს ჰონდე არის ისეთი ადგილი, რომ ეხლა რაც გამოვიარეთ. ანუ სულ არის night life-იც და ბარებით, კლუბებით სავსე. სულ 24 საათი მუშაობენ. ხო რა. აი საფრანგოს 5-6-დან იწყებენ და დილის გამთენის 4 საათამდე მუშაობენ ყველავანი. ძირითადად ეგეთი სისტემით მუშაობენ ხოლმე კორეაში. ეხლა მე სადაც ვცხოვრობ, ხალხებში იქაც ეგრეა. ძირითადად ყველა რესტორანი ეგეთი ისია, დროის მონაკვეთით მუშაობენ. მაგრამ ესენიც ეს არის ფოტობუდკები, ახლა ვნახე რომ საქართველოშიც ჩამოიტანეს. ესენი. ოპ, მოიცა. გამოვაჩენ. კი, ეს ეხლა ჩემ თანამშრომელს ვაჩუქეთ. სხვათა შორის ფოტოინდო უყვარს ფოტოების გადაღება. გამარჯობა ვერონიკა, როგორ ხარ? ხო და შენ ესე გადავწყვიტეთ, ეგ საჩუქარი, რომ კი, შემოვიდა, მაგრამ იქაც რუსების გახსნილია სამწუხაროდ. ანუ ჩვენ ხო არაფერი არ გამოგვდის. ხო და მოკლედ ეს იყო ჰონდეზე. და კარაოკე ბარზე ჩემი აღწევანება გადმოვეცი და ვაფშე საერთო ჯამში ანუ ძალიან კარგი დღე გამოგვივიდა დღეს და დიდი მადლობა კარგი საჭმელი გაგვესინჯე. კი, ჯერ კიდევ წვირვარ. როხვა. მოკლედ მადლობა თქვენ. აბა ჰეც და დღეს რა ვიცი რამე კიდე ისეთ საინტერესო მოხდა მაგაზეც ჩაგერთვებით და გაგაგებინებთ. ბაი.